დღეს ორი უდიდესი პლატფორმის TikTok-ისა და YouTube-ის მორიგ დაპირისპირებას ვიხილავთ. დაძაბული ჯახის პირველი ეპიზოდი ბოლო წამს სტარტმეული ქულით YouTube-ის სასარგებლოდ დასრულდა. მაგრამ დღეს TikTok-ის გუნდი არაფრის დათმობას არ აპირებს, რადგან ნუციკო, გიორგი და ელენიკო შეეცდებიან, რომ ანგარიში გაათანაბრონ, ხოლო მეორე მხარეს YouTube-ის ღირსებას დაიცავს ხერო, ქორო და მთავარი მაფიოზი ბატონი G2G. სალამი მეგობრებო, როგორ ახართ? სალამი. ძალიან კარგი, შვენიერი. მე შეგახსენებთ, რომ ამ დაპირისპირების გამარჯვებულ გუნდს ჩვენი სპონსორი WhiteBit Georgia, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ცენტრალიზებული კრიპტო ბირჟის WhiteBit Global-ის სანდო პარტნიორია საქართველოში, ვიბი ბარაძე $1000 დაურიცხავს. ამიტომ მეტი мотиваცია მექნებოდა, რომ ანგარიში გაათანაბრონ ამ შემთხვევაში TikTok-ის გუნდმა. ხართ ხოძზე? ძალიან მაგარი. საბურავებია საყდელი. საბურავებია. ეგრევე ინვესტირება წავიდა საბურავში და მაგარი. ეს კონტენტი მეგობრებო, ვიცი რომ ძალიან მოგწონთ. ამას ისიც კი ამტკიცებს, რომ პირველი ეპიზოდი 24 საათში აიყვანეთ 10000 ლაიქზე, რისთვისაც უღრმესი მადლობა თქვენ და ასევე მადლობა ჩვენ სპონსორს Credo Bank-ს, რომელიც გვერდში გვიდგას და კონტენტის შექმნაში გვეხმარება. შეგვიძლია გადავიდეთ პირველ კითხვაზე, ხიდზე. გადავიდეთ ხიდზე, ანუ თქვენგან თითო ადამიანი ვინ დაეჯახება პირველ კითხვაზე რომ გამოვიდნენ რა? მიდი. ერთი ადამიანი თქვენგან. ნუციკო? მე გამო. ხერო აგერ ახლოს დგანენ და შეგახსენებთ, რომ ამ გადაცემისთვის 100 ქართველი ადამიანი გამოგიხეთ სხვა სკესსა თუ ასაკის და თქვენი მიზანი რომ მათი გაცემული პასუხები გამოიცნოთ. მზად ხართ? კი. მაშინ კითხვა ნომერი 1. ცხოველები რომ ინფლუენსერები იყვნენ, ვის ეყოლებოდა ყველაზე მეტი გამომწვევი? ხეროს. დამასწრო? შეგიძლია გადავა. ესე იგი, ვის ეყოლებოდა ყველაზე მეტი გამომწერი? კი. კაი, მოდი დავიწყოთ ძაღლი. ძაღლი. ეს პასუხი შეგიძლიათ თქვენ ჯერ დადგეთ. რადგან ნუცა ეს ბათლი ჯერ არ დასრულებულა. ძაღლი არის პასუხებში, მაგრამ არის მეორე ადგილზე, რომელსაც 27 ადამიანი იძახის. ნუცა შენ თუ შეძლებ პირველ ადგილოსანის გამოცნობას, შენ გადაწყვეტ. წაიღო თუ არა კითხვა. რაღაცა ის იქნება უფრო. ბეჰემოტი. არ შენი ვერსია. ლომი. და გაგიკვირდებათ და ლომი არის პასუხებში. ოღონდ მეოთხეზე. ქორო, შენ დამამზადებული მოხვედი, იმიტომ რომ მეოთხე ადგილზეა ლომი. ერთმე სწორი პასუხი. კითხვას წაიღებთ თუ დაუტოვებთ? რა ვიცი, წავიღოთ. ანუ წაღების შემთხვევაში ჩვენ ვთქვათ ვარ. მე მოგცემ კითხვაზე, შენ წაიღებ. ოკეი, დავაი. კარგი, შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ადგილებს. ამ კითხვას სულ აქვს 7 პასუხი. 2 უკვე არის თქვენთვის ცნობილი, ძაღლი და ლომი. ისედაც რო არიან ძაღლი ინფლუენსერები? ხო და თორიკო და ასე გერია. პირველზე არ არიან მაინც. პირველზე არის. თქვენი ვერსია რო გააჟღეროთ. კატა. კატა. აუ, როგორ მოიფიქრე. კატა რო გეთქვა? ხო და შენ გადაწყვეტდი კითხვა, წაგეღო თუ არა, რადგან კატა არის პირველ ადგილზე 32 სწორი პასუხით. ახლა G2G ამბობს ერთ ვერსიას. დაფიქრდეს G2G თევზები არ თქვას, თევზები ყავს სახში და გონია რომ თევზები ყველას უყვარს. თუთიყუში. თუთიყუში. ცხოველი. არა, ესენი ამათთვის ნახე, ცხოველი აუცილებლად. არა, მიღებულია. გადაცემის პონჩი იხუმრა. არაფერი არ უხუმრია. თუთიყუში არის მე-6 პასუხი. რა უკვე არასწორი ხართ, იმიტომ რომ ცხოველიო კითხვაში დაისო. სხვათა შორის წინა ეპიზოდს დაიწერა რამდენიმე მსგავსი კომენტარი, რაც მესმის რომ შეიძლება ლოგიკურად ჟღერდეს, თუმცა შეგახსენებთ, რომ ფრინველები არიან ხერხემლიან ცხოველთა კლასი, ისევე როგორც ძუძუმწევრები, თევზები, ამფიბიებიც და ქვეწარმავლებიც. აქედან გამომდინარე, ამ პასუხებში ადეკვატური შეიძლება იყოს ფრინველიც, ამფიბიაც, თუთიყუში ყავს პასუხებში. ყველა შედის ხერხემლიან ცხოველთა კლასში. შემდეგი პასუხი ხეროს, ჯერჯერობით შეცდომა არ დაუშვებთ. მე მგონია რომ რაღაც ნაწილი ვირს იტყვა. ვირი მივიღეთ. ეს უნდა იყოს შეცდომა უეჭველი. წარმოიდგინეთ, ვაჩერებთ ადამიანს ვეკითხებით შენი აზრით. ყველაზე მეტი გამომწერი რომელ ცხოველზე ქონდა? ვირი. რომელ კუთხეში ხარ გააჩნია? მე წერგული სხვათა შორის ზუსტად და მაგიტომაც წავედი. თუმცა ეთყობა რომ ამ 100 ადამიანიდან არც ერთი არ იყო იმ კუთხიდან, იმიტომ რომ ეს არ არის სწორი პასუხი. პირველი შეცდომა. ქორო ახლა შეგიძლიათ ვისაუბრო. მაიმუნი. 100-იანი ხარ ძმაო, პროსტა მე რო ეხა თევზები არ თქვა არ შეიძლება. ქორომ შიგ მესამეში გაარტყა და 15 სწორი პასუხით არის მაიმუნი. აი მე-5 და მე-7 დავჭერ. მე-5 და მე-7? ჯითექს დამშვიდდი, ჩაისუნთქე, თევზები დაივიწყე. როგორ დავივიწყო? თუ არ უნდა დაივიწყოს თევზები, ლაშა რა სიტყვი? არ ვიცი. გველი. გველი.
მივიღებ ამ პასუხს. გველი რამდენად არასასურველი არსებაა. მეც საინტერესო. იმდენად ძალიან ლამაზი არის ამას კი, შესახებადაც სასასე. ძალიან ლამაზი არსება არის. და მინდა თქვა რომ სამწუხაროდ ოღონდ TikTok გუნდის სამწუხაროდ 3 ადამიანი აფიქსირებს. რასლაპარა რიფიცო ჭებიკაი ეს სანცხოველი მომიყვანეს. ასე რომ აგძელებს ხერო ერთი პასუხი აქვს დარჩენილი, რომელსაც 8 ადამიანი იძახის. მეხუთე ადგილი ვინ დარჩა? ალბათ მგელი იყოს. გელი მივიღებ ამ პასუხს. ეგ არის რა მოიგეს უეჭველი TikTok-ის გუნდი ფიქრობს რომ მოიგეს, მაგრამ ცდებიან, რადგან ეს მეორე შეცდომა უკვე და ერთ შეცდომასაც თუ დაუშვებს ჩვენი YouTube-ის გუნდი, მე უკვე აზროვნება და ფიქრი მოუწევს TikTok-ერებს. ჩვენო ქორო აი, დელფინი. დელფინი. ღმერთო დელფინი იქნებოდა ექსტრემალური კონტენტის შემქმნელი კონტენტ კრეატორი. ნამდვილად და მესამე შეცდომა. და მესამე შეცდომა მართალი ბრძანდებით, იმიტომ რომ არ არის ეს პასუხი და ახლა ერთ ვერსიას გაუჟღერებს ელენიკო, შემდგომ გაუჟღერებს გიორგი და შენ გადაწყვეტ, ან ერთს ირჩევ, ან მეორეს, ან შეგიძლია სრულიად სხვა პასუხი დააფიქსირო. ელენიკო ერთ პასუხს ველოდებით, შენი ვერსია რა არის? ცხენი. ცხენი, მე ელენიკოზე მეცახელი რაც არის Fox მელია და შენ ან ერთი უნდა თქვა, ან მეორე, ან სრულიად სხვა უნდა დაასახო. ცხენი. ცხენი. არა გთხოვ არა ღმერთო მეხუთე ადგილზე გავიდა ცხენი. არის ცხოველი, რომელიც გაჟღერდა რომელიც დააფიქსირა 8 ადამიანმა. და მინდა გითხრათ, რომ უსაყვარლესი ცხოველია. მელია? ეს არის პანდა, მეგობრებო. სამწუხაროდ ცხენი არ არის. აი რაღა პანდა ქართველმა თან დათვი რატო არ თქვა? საყვარლები არის. პანდაა და ასე რომ 92 ქულა წაიღო YouTube გუნდმა და ჯერჯერობით 92 ტულია. კითხვა ნომერი 2. დაასახელეთ ადგილი, სადაც არ შეიძლება სიცილი, მაგრამ მაინც გეცინებათ. დაკრძალვაზე, დასაფლავებლზე. გასაგებია, მისაღებია. მე პანაშვიდი უნდა მეთქვა და თემატური პასუხია ჩემო ქორო. არ ვიცი რამდენად ცუდი არა, პასუხია. ერთი პირველზეა უეჭველი კაცო. მაგრამ პირველზე არის სამძიმარი, რა თქმა უნდა. 35 ადამიანი იძახის და რა თქმა უნდა კითხვა. მომაქ. არა. 6 სავარაუდო პასუხიდან პირველი გამოსწორებელი გაქვს სამძიმარი. ნუცას ვერსია. არის მიდი, ნუცად. ჩემი ბიბლიოთეკა. ცოტა ძალიან გამიკვირდა ეს პასუხი. მე ვიტყოდი და მაგიტო. შენ იტყოდი. კი. და მე მინდა გითხრა შენ 4 ადამიანში შეხვიდოდი, იმიტომ რომ მე-6 ადგილზე არის ბიბლიოთეკა 4 სწორი პასუხით, მეგობრებო. ეს არის მე-6 და სულ რამდენია? სულ არის 6 პასუხი. მეგობრებო, სანამ ჩვენი TikTok გუნდი პასუხებზე ფიქრობს, თქვენ შეგიძლიათ მანამდე ესეთი უგემრიელესი ულამაზესი სასმელი Somersby მიირთვათ, რომელიც გახლავთ ახალი თანამედროვე ევროპული და დაბალ ალკოჰოლური სასმელი. შეგიძლიათ სხვადასხვა სუპერმარკეტებში შეიძინოთ, მაგრამ აუცილებლად მიირთვით ჩაცებული ყინულთან ერთად. გისმენთ? მე ვფიქრობ, ჩაშლად ვიტყვი რა, ლექცია გაკვეთილი რაღაც ეგეთი. ლექცია გაკვეთილია. მივიღებ ამ პასუხს. რა თქმა უნდა არის ეს პასუხი მესამე ადგილზე, სკოლაში ან გაკვეთილზე ან ლექციაზე 18 ადამიანი აფიქსირებს ამ პასუხს. აძარში. ეს ვერსია მე უნდა მივიღო აუცილებლად. ალბათ იქნება. ნუცას ისე უხარია. მე ამ სიხარულს ვერ შევეწინა ამდეგები, რადგან არის მეორე ადგილზე მეგობრებო 25 პასუხით. შენი ჯერ ეხლა შეგიწევს ქვედა პასუხების გამოცნობა. საავადმყოფო კლინიკა. საავადმყოფო კლინიკა. გასაგებია, მიღებულია, თუმცა პირველი შეცდომა. არ არის. თქვა, კაი იყოს რა. ეს ჩვენ ვიმყოფებით გადასაღებ მოედანზე და გადასაღებ სივრცეში? ხო. სივრცეთი ხო. ნებისმიერ გადაღებას ჩავთვლიდი. მაგრამ არ არის. გავსი ამი ნახსები რო იყოს. მაგრამ არ არის ესეთი პასუხი. მეორე შეცდომა გაქვთ და ახლა ელენიკოს შეიძლება რომ დავეხმარო? სიცილიაზე. ორდი დავრჩით ჩვენ გუნდში. და გავაგრძელებთ. მორგში. მორგი და კლინიკა ერთა იგივეა? არ არის. პასუხი არ არის. არ არის ნამდვილად და მივიღებ უკვე ამ პასუხს. მორგში
სიცილი. არა და კარგი პასუხი. შეიძლება. მაგრამ შვილეულში არ შევიდოდა. არ არის ესეთი პასუხი. რაც იმას ნიშნავს, რომ სამი შეცდომის გამო არა უშავს. კითხვა გადადის იუთუბერებთან და უნდა შეძლოთ რომელიღაცა გამოიცნოთ. ერთი ვერსია გიო შენ უთხარი ქოროს, ერთს ხერო იტყვის, შენ გადაწყვეტე ან ერთი ან მეორე, ან სრულიად სხვა და ასე. სიცილიაზე, ჩემი ვერსია არის სიცილიაზე. სიცილიაზე. იმას აქვს მაგარი ვერსია. ხერო შენი ვერსია? თეატრი ვფიქრობდი მე. თქვენ ერთს ამბობთ, მეორეს თუ სრულიად სხვა. იქით რო ერთობიან ახეთ არ საინტერესებთ. მოდი იყოს ლიფტი. ლიფტი. ლიფტი ლიფტში არ შეიძლება სიცილი. მივიღე. მე ესეთი თამაში არ მინახავს, მეგობრებო. რადგან მეხუთე ადგილზე არის შეხვედრა და სამსახურში უпроსტა. რა ლიფტი მეღადა. მაგრამ აი რო დათანხმებოდა ხეროს, მეოთხეზე არის თეატრში ან კინოში. აუ მეღადავებ რატო ვიცი ასე რომ 82 ქულა წაიღო TikTok-მა 82 ანუ თეატრი არის, ესე იგი. უნდა რომ დაძაბული თამაში თეატრი იმიტომ არ კითხვა ნომერი 3. დასახელეთ მიზეზი, რაზეც ვერ ეტყვი უარს შენს პარტნიორს, თუ ღამით 4 საათზე გაგიღვიძა. პარტნიორი ცოლი არის, ხო? შეიძლება შეყოლებული იყოს, შეიძლება ძმაკაცი ძირითადად კი, იყოს. მეორე ნახევარი. პარტნიორი მაგიტო თქვა რომ მარტო ცოლი არ იგულისხმება. გაჩნია ქართულმა ხალხმა როგორ აღიქვა. ბავშვი რო ტირის. ბავშვი რო ტირის მივიღებ ამ პასუხს. ბავშვი როდის კარგი პასუხია, არის პასუხებში მეოთხე იქნება ალბათ. პირველი მანდ არის. ცოტათი არის, მესამე. ბავშვის ტირელი არის მესამე აი, ადგილზე, ეს ხა. 14-ის ორი პასუხი. წინა გადაცემაში კითხვა იყო, სადაც ქალს ამოსოს კაცია. და პასუხი იყო ფული. მოდი იყოს სექსი. მივიღებ მარტივი და პასუხი. მინდა გითხრათ რომ არის ასეთი პასუხი. ბაშა ერთ წამს წეღან ამბობდა თვითონ ესო, რა ქვია, პარტნიორ ბიჭიო და რაღაცები. და მაგიტომაც YouTube-ში დაიბნა. არა, გადავახვიოთ და რა თქმა უნდა არის ესეთი პასუხი, ადამიანი რა პასუხი. ადამიანი. მაგრამ არის მეხუთე ადგილზე. 10 ორი პასუხით. წამოვიღოთ? უნდა წამოვიღოთ, აბა. რაც იმას ნიშნავს რომ მიგავთ. კი. შეგიძლიათ წაიღოთ. გისმენთ ხერო, შენ ჯერია. წყალს ვფიქრობ მე. წყალი მომიტანე. წყალი მომიტანეთ არის ასეთი პასუხი 6 ადგილზე. წამალი მომიტანე. წამალი მე წამალს ვამბობ. წამალი მომიტანეთ? ანუ წამალი მჭირდება ან რატო რაღაც. ჭირდება წამალი? ცუდად ვარ. გასაგები. მივიღებ ასეთ პასუხს. არის ესეთი პასუხი, ცუდად ყოფნა, ცუდად ვარ. არის 22 პასუხით მეორე ადგილი. ბატონო ჯითუ, გისმენთ? რა თქმა უნდა ეს. მეოთხე მეშვიდე. რა თქმა უნდა. აბა, რა თქმა უნდა? პრეზერვატივი. რაო? ბიჭო, მოიცა ორი მხრიდან უნდა შეხედო. ბიჭო, არა, წეღავ კითხე ჯითუჯის რომ რას იყენებენ ადამიანები რომ თავი დაიცვან მეთქი და მე მიპასუხა. მივიღებ ამ პასუხს, გავაყვითლეთ და არ არის პრეზერვატივი ჯითუ. მე ვფიქრობ, რომ სინათლე ჩააქრე შეიძლება იყოს ერთ-ერთი. სინათლე ჩააქრე, რა თქმა უნდა, მეგობრებო, შეიძლება რომ სინათლე დააქჩეს, შუაღამის 4 საათამდე გეძინოს, მერე შემოგიჭყუტუნოს, გაგაღვიძოს. მაგრამ არასწორია. გიოს როგორც კი არ თნებს. რაღაც. არ არის მეგობრებო ასეთი პასუხი, ასე რომ ქორო არა, უნდა დაქალაჩო. რა დაქლაჩვა უნდა პირველ ადგილოსანს ვიტყვი, მაგრამ დავაი გააძრე პირველ მე რო ორი გვაქვს დარჩენილი. პირველ ადგილზე არის საჭმელი. საჭმელი მომიტანე. არც ეგ არ არის სწორი. არა, უეჭველი. არის პირველ ადგილზე საჭმელი. ოუ, შეგინაცვალ, ეხლა ჩემი იმედი გქონდეს. ბატონო ჯითუ, თქვენი პასუხი. ღამის 4 საათზე იმინა 4-ზე, არც ეხა იტყვის მაფია ჩამირთეო, ან რაღაცას იტყვის და ჩავარტყავ თავში. ფარდა გააფარე. გააფარე რა არის ბიჭო? გააფარე ოღონდ დთი. გადააფარე. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. ფარდა გადააფარე. არ არის. არ არის ასეთი პასუხი. ერთ ვერსიას ამბობს ელენიკო, ერთ ვერსიას ამბობს ნუცა და გიორგი გადაწყვეტს. ანუ შემცივდა და რამე თვილი მომიტანე გადამაფარე. გადამაფარეო ეს. გადამაფარე. მე მაინც საპირფარეშოში მინდა. და მომიტანე? გაშოკე? ტუალეტში წამიგე? ნახე, ესე გაიღვიძა საპირფარეშოში მინდა და კი გინდა ეუბნები და всё, ანუ. არა, რა საპირფარეშოში გინდა. და სწორი პასუხი არის ვეიჩებთ ელენის პასუხი. თვილი დამაფარე რამე. მე რატომღაც მეგონა რომ საპირფარეშოზე შეარჩევენ არჩევა. საპირფარეშო რომ შეგერჩიათ.
ეს პასუხი. უფრო დიდ ეს ყურას არ იქნებოდა სწორი პასუხი. მაგრამ მეოთხე ადგილზე არის პასუხი, რომელსაც მეგონა რომ ვიღაცა იტყოდა. ცუდი სიზმარი ვნახე. და რა და უარს რაზე ვერ ეუბნები. ცუდად არის, გაიღვიძა ადამიანი ფორეკას და იცი რა ცუდი სიზმარი ვნახე. ხოლო მეშვიდე ადგილზე, რომელსაც 5 ადამიანი აფიქსირებს, არის ვერიძინებს საუბარი ან ჩახუტება. მოვიგეთ ბიჭო ოპა რა მოდი ოპა რა 82 ქულა წაიღო YouTube გუნდმა, რაც იმას ნიშნავს 172-ით 82-ია ჯერჯერობით. მეგობრებო, თუ გადაწყვეტთ ნივთის შეძენას თქვენი პარტნიორისთვის, საკუთარი თავისთვის, ან უბრალოდ საყვარელი ადამიანისთვის, კრედო ბანკი გაძლევთ უნიკალური სერვისის შესაძლებლობას დაყავი პლუსი, რომლის ფარგლებში შეგიძლიათ ნივთი შეიძინოთ და მისი ღირებულება 8 თვემდე გადაანაწილოთ ყოველგვარი საკომისიო და ზედმეტი ხარჯის გარეშე. ნივთის შეძენა შეგიძლიათ კრედო ბანკის პარტნიორ მაღაზიებში, როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ რეჟიმში, ნებისმიერი ტიპის შემოსავლის საფუძველზე. კითხვა ნომერი 4. დაასახელეთ მიზეზი, რის გამოც შეიძლება გადადოთ საკუთარი ქორწილი. საყვარელი ადამიანის სიკვდილი, ანუ ახლობლის სიკვდილი. გასაგები. ახლობლის გარდაცვალება, რომელიც არის მეორე ადგილზე, 20 სწორი პასუხით, რაც იმას ნიშნავს, რომ ქორემ ზუსტად პირველი უნდა გამოიცნოს. ცუდად ყოფნის გამო. ცუდად ყოფნის გამო. მივიღებ ამ პასუხს. სულ რა ვკვდებოდე არ გადა. დიხუმრე. მაგრამ ამას ქართულში ნუცა სამწუხაროდ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჯანმრთელობის პრობლემის გამო გადადებდნენ. მაგრამ არის მეხუთე. მეოთხეზე. მესამეა. მაგრამ მხოლოდ 11 ადამიანი ამბობს და ეს არის მეოთხე. გამოდი, წამოიღე. აუ ვაფშე არ უნდა მეთქვა რა, ამე შტერობა უნდა მეთქვა, რომ პასუხი არ მიმეცა. 7 პასუხია ჯამში და გიორგის ჯერ. ღალატი იყოს. ღალატი. აუ ის თუ არ არის. პირველ ადგილზეა, რა თქმა უნდა, ღალატი გიორგი, ეს არის 39 ადამიანი ამბობს ღალატს და ძალიან კარგად მიდიხარ. მე რო ქორწილების ფოტოგრაფად მუშაობდი. ყოველთვის TikTok-ერი გიყავ. გამოცდილება აქვს. ამინდის გამო ხშირად გადაუდიათ, აი ძირითადად არ გინდა ამდენი ახსნა, მესამე ადგილზე არის ცუდი, ამიტომ 15 სწორი პასუხით, მეგობრებო. და ყოჩა. დარჩათ 3 პასუხი და ახლა მიცას ჯერ. სამოსი კოსტიუმის რაღაც ვერ მოასწრო მკერავმა. ვერ მოასწრო რაღაცა დაემართა კაბას შემთხვევა. გასაგებია. ტანსაცმელთან ასოცირებული რაიმე პრობლემა შეექმნა ამ შემთხვევაში პატარძალს. სავხედავ მაინც ჩემს ჯადოსნურ პასუხებს და მეხუთეზე არ არის, მეექვსეზე არ არის, მაგრამ მეშვიდეზე არ არის. ეს პასუხი არ არის, მეგობრებო, პირველი შესაძლებელია საფრთხე. შეიძლება დაგეგმილი ქონდეს ყველაფერი, მაგრამ მოხდეს ისეთი რაღაც, რომ ფინანსური პრობლემები შეგექმნას. ყოჩა. შენი ხელის მანდრეის არა ეს კარგად გართმევს მე ხოლმე. კიდევ ერთხელ ჩამოგართვეთ ხელს, იმიტომ რომ ფინანსური პრობლემები არის ასეთი პასუხი მეხუთე ადგილზე. ადამიანი იძახის უფულობა ან ცუდი ფინანსური მდგომარეობა და ახლა ელენიკო. მე მგონია რომ მარხვის დღები რადგან ვიცით როდის არის, მარხვის დღეს არ დაგეგმავდა და მე არ გადადებდა. ნუ შეიძლება დაემთხეს, მაგრამ ეგეც არის ქართული საბავშვო, მაგრამ კიდე ერთი ვარიანტია მენსტრუაცია, დაემთხვა, პატარძალს და გადადოს. მივიღებ ამ პასუხს და არ არის მეგობრებო ასეთი პასუხი. და ერთი შეცნობა დაგვჭირ, რა. ლოკაციასთან დაკავშირებული რამე პრობლემა. რაც ჩატარებულ იქ მოხდა რაღაცა. გასაგებია, მივიღებ ძალიან კარგი ლოგიკური ბენდი ვერ იშოვეს. შესაძლებელია. ჩამოვკართვით ხელს. დაგეტყვით ცოტა რომ დაძაბა ეხა და თქვენ მიცით შანსი YouTube-მა YouTube გულს რომ გამოიცნო, იმიტომ რომ არ არის ეს. Yes! შე დაიცადე. მაგრამ ძალიან რთული დავალების წინაშე აღმოჩნდა ეხლა. რამდენ ხიან 4 და 3 ადამიანი. 4 ადამიანი და 3 ადამიანი ამბობს. 4 და 3. ჯითუ ერთი ვერსია. მე არ ვემხრობი ამ პასუხს, მაგრამ მღვდელი არ მოვიდა. მღვდელი არ მოვიდა. თქვენი ვერსია. ქორწილიო ჯვრის წერა არ იყო იქ ნახსენები. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ორსული იყო პატარძალი და მაგ მომენტში ცოტა გართულება დაემთხვა. რომ უნდა გადაწყვიტოს. მე კიდევ სხვა ვერსია მაქვს. მღვდელი არ მოვიდა იყო და ორსულობა იყო და მე ავარიასაც ფიქრობდი, ოღონდ ნუ სიკვდილთან დაკავშირებულს არა და ასე შემდეგ. მოდი, მე ერთხელ ჩემ თავს ვენდე და ეხლა ჩემიანს მივენდე. სწორია. და არის ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემები. მივიღებ ამ პასუხს და მე ხელსაც არ მინდა ჩამოგართვე დამიჯერე, რადგან 172 და 179 დაწინაურდა ტიკ. რანოიროთ ძმაო, მეექვსე ადგილზე იყო 4 ადამიანი იძახის პარტნიორი
საპირისპირო სქესის აღბეჭდა. მე-7 გაახლავთ 3 ადამიანი ამბობს სიდედრ დედამთილთან კონფლიქტის გამო. პატარა შეცდომა დაუშვით კალკულაციაში მაპატეთ 174, 175. მაინც წინ არის TikTok-ის გუნდი. დაიძაბა მეგობრებო Whitebit-ის გამოყოფილ 1000 ლარზე თამაში და გავაჟღერებ თქვენს ნებართვით. კითხვა ნომერ 5. რა არის ყველაზე გამაღიზიანებელი, რისი გაკეთება შეუძლია მეზობელს? ნაგვის დაყრა გარეთ. ანუ ნაგვის დადება გარეთ. ნაგვის დადება გარეთ. მეხუთე ადგილზე. ეს არ არის პირველ ადგილზე. და ოზიენკო, როგორც ხვდები, საერთოდ არ არის ხო ეს პასუხი? არ არის. ნაგვის დადება გარეთ, ასეთი პასუხი არ არის. არა, არ არის და არ მარტივი არის. ანუ იცი რა არის? წყალი. წყლის ჩამოშრობა. არც ისეთი მარტივი ყოფილი, რომ მესამე ადგილზეა. მე რა, მესამე. თუმცა ეს გაზრდ საშუალებას რომ კითხვა წაიღოს. მიგავთო გვიტოვებთ. წამოდი. წაიღეს. მეზობლისგან გამაღიზიანებელი არის ჭორაობა, ჭორების დაგდება. ჭორაობა არის ასე. პასუხი მე-5 ადგილზე 11 სწორი პასუხი. მეც მაქვს უკვე. ხმაური. ხმაური, რა თქმა უნდა. ჩამოვართვეთ, იმიტომ რომ პირველ ადგილზე არის ხმაური. ხმამაღალი მუსიკა, დავაკონკრეტებ, ღამით ხმაური. ეს არის 34 სწორი პასუხი. პირველ ადგილზე. მოდი ვიტყვი ასეთ რა. მე ძალიან მაწუხებ და დილით 10 საათზე დრელის ხმა რომ ესმოდა რა. გასაგებია, მივიღებ არის ასეთი პასუხი, დრელის ხმა ან რემონტი. მართლა დრელი იყო. ძალიან დაყოფილი იყო ღამით ხმაური და რემონტი, ამიტომ რემონტი შეიძლება დილასაც იყოს, ღამით ხმაური, ღამით ხმაური. ამიტომ დავყავით ასეთი პასუხი და რემონტი არის მეორე ადგილზე. ბურღი რემონტი. 19 სწორი პასუხი. ლიფტის ფულს რო არდებს. ლიფტის ფულს რო არდებს ძალიან კარგი პასუხია, მაგრამ პირველი შეცდომა არის ასეთი პასუხი. მოიცა. აი, იმან გაიგო, მაგრამ რა. სო, ნუცა დაიწყო სიარული, დაგეხათ მეგობრებო. აი, ბრუნდება, დაგვიბრუნდა. მოვედი. რაღაცა პასუხი. არა, შორს. აი ხა რო გამოისოს, შეიძლება გამოვშტერდე. ანუ მე მართლა მეხმარება. აი, რო მოდის რაღაცა ცუდი სუნი მეზობლისგან ან გამოდის ან თევზი. მივიღებ სავსებით ადეკვატური პასუხია, მაგრამ ცოტა მეტი იარე ხოლმე რო გახვდე. ნადრევად დავრუნდი ჩემო, თუმცა არ არის ესეთი პასუხი. მეორე შეცდომა გიორგი. ეგეთი რაღაც მინდა ვთქვა, რომ ცოტა სადგეგრძელო უნდა თქვა? აი, ახმოსქარ სხვათა შორის ლოთი მეზობელი. ლოთი მეზობელი, რომელიც გადმოდიოდა ჩემთან ერთად დალიო რო გეხვეწე. რომელიც იგინება და აწუხებს მეზობლებს რაღაც ეგ. კარგი, მეოთხეზე არის მეგობრებო, ასეთი პასუხი კონფლიქტური სიტუაცია და ამიტომ ჩავთვლით ამ პასუხს. ლოთი მეზობელი, რომელიც იგინება ბილს იტყვაობს და ასე შემდგომ, არის 12 სწორი პასუხი. სარეცხთან დაკავშირებული არის რამე? აუ, всё, მიღებულია პასუხი. ხო, აი სარეცხი რო მივიღებ. სარეცხი რო, არ ვიცი რა შვება. რო არ მოგწონს რაღაცა ცუდი ყვავილებიანი სარეცხია. აი როგორც დააკონკრეტა და განავრცო გიორგი, მეგრე განავრცო. რა თქვა? გოიმური სარეცხი. წვეთები რო ჩამო. არა, გოიმურის ახალი. მე მგონი ახსნა ელენიკომ განმარტა. თუმცა არ არის ესეთი წუწები არ არის. სარეცხთან დაკავშირებული არაფერი. არაფერი არის სარეცხთან ასოცირებული. არაფერი არ არის მეგობრებო. ორი პასუხი გაქვს გამოსასწორი. ირჩევს ხერო ირჩევს. ჯერ ასახელებს ბატონი ჩიტუჯი, შემდგომ ქორ და ბოლოს გადაწყვეტს გიორგი. ერთი მეორე თუ საერთოდ მესამე. სექსის ხმა. საინტერესოა. ხმების. ანუ ჯახუნი, კეთილი და არები ჯახუნი არ ჩამითვალე. კეთილი ჯახუნი არ არის, ყვირილი შეიძლება იყოს ეს წიოკი და ასე შემდეგ. კარგი, მე ვეთყოდი, ალბათ თვითონ საკეთ ფიქრობს, ცხოველის ძაღლის ან რაღაცა ცხოველის ხმა რა, მეზობლის ცხოველის ხმა. ანუ ესეც ხმაური, მაგრა ეხმარებით, მაგრა ეხმარებით. ერთ-ერთი ვერსია მაქვს, რაც შეიძლება იყოს რა. შეიძლება ვინმე წუხდებოდეს იმის გამო, რომ მეზობელს ყავს ცხოველი. და ბადიაში ხვდებოდეს ხოლმე. ყოფილა ეგეთ შემთხვევაში. ხო, ეგ ხო. და ცხოველი ძაღლის ხმა არის. მაინც ეგ არის გონია რომ ყეფა წერია, ყეფა. მე სხვადასხვა ძალიან მეგონა, რომ ამ კითხვაზე ხერო გასცემდა პასუხს სწორად. და გასცა კიდეც. და რადგან აქ იყო ესეთი პასუხი, თუ შეიძლება დაუბრუნდეთ მანქანა. მე 6 ადგილზე შენს ადგილას მანქანის გაჩერება.
აუ ხო არ გადა. რაც ერთ-ერთი ძალიან მართლა გამაღიზიანებელია და მე-7 ადგილზე ინტერნეტი Wi-Fi არ არის რამე ეგეთი. მე-7 ადგილზე რომელთანაც ძალიან ფაქტიურად აი ესე აცდა და სხვაგან წავიდა ჩვენი ხერო არის სიგარეტის ნამწავის ჩამოგდება შენ სართულზე. აუ ფიქრობდი მაგასაც ჩემი. ასე რომ აუ მანქანა როგორ დამავიწყდა? რას იმას ნიშნავს მეგობრებო რომ 90 ქულა დაემატა TikTok-ის გუნდს და წინ გაიჭრნენ 265-ით 174 არ არის მოგებული, რადგან ბოლო კითხვაზე თუ გასცემთ პასუხს და მე გავდივარ მეგო. დაგემატებათ. კი რა 91-ის გაწყობთ. კითხვა ნომერი 6. დაასახელეთ რაიმე რისი გაკეთებაც ყოველდღე გიწევთ პირით. აუ G2G-ს არაპასუხებინო გეხოცა. აუ სვამ პირით. გასაგებია. ხომ რა პირველი არის. მივიღებ ამ პასუხს წყლის ან ნებისმიერი სასმლის დალევა სითხე რა თქმა მეორეზე. მესამეზე 12 პასუხი. ბატონო G2G თქვენ ძალიან დიდი პასუხისგებლობა გაკისრიათ. რასაც ფიქრობ ეგ თქვი, მიდი. ლაპარაკი რა. ლაპარაკი. თავისთავად. არის ასეთი პასუხი მეორეზე. ჩვენია ანუ 26 პასუხით მიგავთ ხო რა თქმა უნდა. ო დაიძაბა. მე მაინც გონია რომ G2G რასაც აპირებდა ის. უეჭველი ეგ არის. გასინჯო არის ჭამა. ჭამა გასინჯვა დაგემონება რა თქმა უნდა არის ასეთი პირველ ადგილზე მეგობრებო 37 ადამიანი ძახის ჭამას. ო, კარგად მიდიხართ. პირველი, მეორე, მესამე გამოცნობილია. კარგი, ნახე, აი ჭამე, წყალი დავლიე, მილაპარაკე. ვა, რაშები როგორ ხარ? ანუ კოცნა. თან ლოგიკურად მივიდა, ხო, აშკარად. ვერაფერს ვერ იტყვი. მაგრამ მინდა გითხრათ რომ აუ, გაწიე ხელი და ამპალი ხელი. მე თუ ხესაც ჩამოგართმევ, ჩემო ხო რომ არ არსებობს, მე გადაცემა გავაგრძელო, გამორიცხულია. ზვაკაცური ხელი. რადგან შეიგამოიცადი ბოლო ადგილზე მყოფი კოცნა 7 პასუხით. არა, ხერცლა ისუდავთ. ერთი წუთი. აუ, ესა, სიგარეტის მოწევა. სიგარეტის მოწევა, ჩემო G2G. აუ. პირველი შეცდომა. არ არის სიგარეტის მოწევა. რანაირად არის ხო ეს? სიგარეტის მოწევა არც ერთი არ არის. ნიჯერია, ნიჯერია. ომადის წასმა. ომადის წასმა გიწევთ პირით. მივიღებ ამ პასუხს. პირით როგორ ისვამ, როგორ ანუ მაინტერესებს. პირით რანაირად ის. ანუ როგორ? პირზე მიღებული არის ომადის წასმა და არ არის ესეთი პასუხი. მე მგონი G2G-ს ვარიანტი უნდა გაჟღერდეს, იმიტომ რომ ასე რომ ქორო. ჩვენ მოვიგეთ. ქორო. მე ხა მაგალითად ყოველდღე იმაშებ სუნთქვა. რა, სუნთქავ, ეხაც პირით სუნთქავ მე ცხური. მიდი ხელი ჩამოვართი აბა. ხელი ჩამოვართი მაინტერესებს. მე ჩამა. ჩემს მეოთხეზეც არ ანუ არის. ჩვენზე გადმოვიდა, ხო, თუ არასწორია. აუვაშ, არ გვეწვალო მიდი დროზე გითხარ. მე-4 ადგილზე. არის 10 ადამიანი. იძახის რაღაცას, ჩემო ქორო. ქორო. მიდი. აგერ დევს და რაც კიდე უქენი ამხელს. G2G არ შეეხოს ერთი. ქორო, შეძია დამოკიდებული ჩამოვართო. და რა რო არ ჩამოგართვა რა. ეს თუ გამოიცანი MVP ხარ, აი რა. რა, ამანები. მართლა. რაც იმას ნიშნავს, რომ გადავიდა სვლა. მართ არის მზადები. გადავიდა კითხვა TikTok-ისკენ, რომ არ არის ასეთი პასუხი. პირდაპირ აქვს სხვა ვარიანტი არ გვაქვს. კბილების გამოხეხვა. კბილების გამოხეხვა არ არის ასეთი პასუხი. მართლა ბიჭო? არც ყველგან. იმიტომ რომ პირით არა. რეალურად გადავთ რა. კბილებს ეხლა იხავ მაინტერესებს. ეხლა რა ანგარი? არა, მოიგეთ. გამარჯვებულ გუნდს მივულოცოთ მიუხედავად იმისა, რომ არ არის კბილების გამოხეხვა TikTok-მა გაათანაბრა. ანგარი ერთით ერთია. პასუხები. გვაინტერესებს. გახლავთ მაინტერესებს. სიმღერა და მეხუთეზე G2. კარი. იყო ყვირილი ძმაო, არ იყო რა თქმა უნდა. დაძაბულ ჯახში გამარჯვებული გახდა TikTok-ის გუნდი, რომელსაც Lightbeat Georgia დაურიცხავს 1000 ლარს ვიბი ბარაძეთ. თაღა შეგიძლიათ გამოიტანოთ, გაანაღოთ ან გადარიცხოთ ნებისმიერი ბანკის ანგარიშზე, ან გადაიხადოთ ბარათის ნებისმიერ ადგილას. გილოცავთ, მადლობა ჩვენს სპონსორებს Credo Banks, ასევე Somersby-ს. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ სხვა სუპერმარკეტებში აუცილებლად მიიღოთ ყინულთან ერთად. გლიჯეთ ლაიქს და თუ გსურთ გაგრძელდეს ეს კონტენტი, ავიყვანოთ ეპიზოდი 10,000 ლაიქზე.